ბიჭო, სიზიკი. დავიცი, ბიჭო, არ დენა. ბიჭო, მომისმინე რა უნდა გითხრა? იყავი გუშინ ტორპედოს თამაში შენ? ნუიმე, ბიჭო, ვიყავი და ნეტა არ ყოფილიყავი. რატო, ბიჭო? ესე იგი, ბოლო წუთზე 2 მეტრიდან ცარიელ კარებში აცილა ჩვენიანმა ბიჭო ბურთი. და მერე კიდო იყვნენ გიზლერი იყო ფაშისტიო ბიჭო. ბიჭო, ბიჭიკია, ისა კაი ხაში უჭამე. მაგარი ხაში იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ქონდა ბიჭო. არა. რა, ბიჭო, არა, გადაგვილებია საერთოდ, შენ. ხოდა რუარ დაგვილებია, მაგია ზუსტად ნაკლებია. დავახარ, ბიჭო, ჭიჭიკია. ვინმე ვიდა შეგენასვალე. დავახარ, ბიჭი. დაჯექი, ბიჭოია, ბიჭო. რა შოვი, დავახარ. რა ვიცი, შენ რა შოვი, ბიჭო, რა ვახარ, მაგრამ. აგათავ. კითხვა არ გინდა, ბიჭო, გიხარ ანდრიკოტივით შეგენასვალე. რას ნიშნავს, ახლა ოხერი კაცი ხარ, რაღაცას. რა არის ანდრიკოტივით ხარ, რაღაცას ნიშნავს. გასველაპარაკე, ბიჭო, საუკეთესო ნაჭერი არის, ბიჭო, სულს რა ვაგაკადრებ, ნათლი მამა ხარ, ბიჭო. ბიჭო, მომისმინე. ნათლი მამა რო ხარ, ვარ, მე წერიდა, ჩემი ბავშვი ყავს, მონათრული. იბოში არ უნდა ნახვა რა დროს, არ უნდა მოხვიდე თუ ინათრობაში, მარტო იმიტომ იყავი მოსული რომ ჩემი ცოლის გაკეთებული გინდოდა, რა ქვია, საცივი. არა, საცივით გევრიელი, მაგრამ მართალი ხარ, მაგ შენიშნავს მე გებულობ, ძამია, გებულობ შენიშნავს და მე ვიყო ხაშის მასალა, ხო არ გამოვასწორო ყველაფერი, მაგ ჩემ ნათლთან მივარდე. რა ჯობა, ხო არ გეგან ჩემი ნათლი, თამაშობს ყვეჭია, ხო, თოჯინები დაიგე. რა თოჯინები? რა თოჯინები, ბიჭო? უნივერსიტეტს ამთავრებს, ბიჭო, რა. გასმელაპარაკე. გასო, უნივერსიტეტს ამთავრებს და ახლა იგი მინდა დაბადების დღე გადაუხადე რა. მართლა? მაგი ახლა დაბადების დღე მაგას ხო. ოქროს დაბადების დღე უტე. ოქროს დაბადების დღე. მე რა საბირებ, რამდენი კაცია საბირებ? ბიჭო, რა ფერ არის ისიგია? 400 კაციანი მინდა და გენეგეთებია. მაგრამ ყველას არ ცალია და ვიქნებ 110 თოლმეტი გასა. არ გააგრძელო, ვიო, ლაბარაკი. არ გააგრძელო, ლაბარაკი. ხორცი აღა მაგარი, შენ 12 კაციანი თუა, ხო? 7-8 კილო ხორცი. 10 კილო იყო, სმაო. ახლავე გაგატან, მაგას შენ არ ინერვიულო. შენგენაც. ერთი წუთი გაჩერდი. ახლავე მოგიგვარებ მაგას შენ. 400 კილო. აკოწერია. მოდი შევოდი ვიდეო. მოისმინე ვიდეო. მოდი, ვიდი. შეგედე, ჩემიანი არის მოსული. აგება, გადიახ შენ და 10 კილო კაი ხორცი ამერჩი. აი. არა, გოგო. არ არის მაგი ულოლად. ყველაფერი იქნება ხუთია. ვიგია. შენები რა ვარია? ჩემი მოუშევია ნაცვალად, მამა. ერთი უფროსი 27 წლის არის. 27 მოიშავა, სავიზავი, უძროს სამი. ხელა ხო, რატოა, ვიჯა? ვიჯა, ხო იცი, მე სასული რო ვიყავი, გერმანიაში რო ვიყავი, 17-22 წელიწადი. ხო. ასე დაახლოებით და იმ გამოთქმის არ იყო სახო, მაგ იმნაირი ამბავი არის, ღვას ვერ დაავალე. თუ დაავალებ, გაიგეთებს უგულოდ. მე ვიტანებ. მოდი ვანახე, მავალე. ანახე. ოქრო კაცი. რა, ეს არ არის, ხო, გადითხო, ხო გითხარი, გადი და ნორმალური 10 კილო ხორცი, კაი ხორცი ამირჩიე, ჩემიანია, შინაურია. ახლავე, ბაბადია. კაი და რას გეუნებოდი, ხო და ბიჭო, მომისვინე ახლა ოქროს დაბადების დღე, კი აქ მოუშ და იგი, ჩემნაძროს შენ არ მოაგლები მაგას აბაზო. მანქანას არ ღედულო მაგა, ბიჭო. არა, ბიჭო, გაჩერდას ლაბარაკი. მაგი ახლა პირებს ცოლის მოყვანას, ბიჭო. მე და ჩემი
კრეინე, უნდა გადავიდეთ გარაჟს საცხოვრებლად. იქამდე დავიძინოთ. მე მამანქანას გადავაგებ. ამით არ გიდულობ, რა შეიძლება დამანე. საუკეთესო ნაჭრები. გაჩერდი, აჭრილი, მჭრილი. აი, შევე რა გინდა, ვიჯო, ბოლო, ვერ გევი. წადი, ვიჯო თქვა, გეუნები და კაი ხორცი, ჩემი ძმაკაცია, ვიჯო, უსხო, კაი ხორცი, ამირჩიე თქო, კაი. კაი ხორცი გამიგეთე 10 კილო. საუცხო, მაგი არ მინდა, მინდები გვერდზე იგირა, იცი, რომელიც აიგირა, კაი ხორცი, შენ ნაი. ვინ ებოქი ახალია ვინმე? ეს ვერ იცანი, ვიჯო. ვინ არის? შენ რა გითხარ? ეს არის ვიჯო, შალიგიას ბოქში. ჩვენი. კაი, კაცო, შალიგიას ბოქში. მე შალიგია, ვიჯო. სხვა სასაქმებს და შენ და გასაქმებია ბოქში? ვიჯო, ხო იცი რა ტიპია მაგის, ხო იგიო რა ქვიო, მეურვედაო საქმო ბოქშიო. ნეპოტიზმი იქნებაო და აკას მო. აბა, რაგაცია. რა ნეპოტიზმი, ვიჯო, ბორტა რა ნეპოტიზმი, ვიჯო. აი იცი არ დამიწუნ ვახ თორე გადავალ ჭოიდან იცი. ჩვენი აგერ მომისმენე. ვიჯო, რას გედე კიდე ამ ძულებს წადი და ნორმალური ხორცი მომიტანე თქვა ძმაკაცია ნათლი მირონი უცხო კი არ არის ვიჯო ჩემი. ეგეფარებია ვიჯო მაცალი ხელი მანამდე თვალზე მე მეგონა რაც ხას მანიშნებს ხო რომ იმაჯუნებდი მაგრამ მაგითო მომქონდა იხორცი ხო მე არ ვიცი რომელია აი ვინი ახლავე ბიჯარი ვინი ვიჯო ვინი არ უნდა ვაღალი სამსახურში. ამან ახლა დაგინახა შენ ვიო შალიგია მართლა გამოხებული შალიგია დავიდა ბოლომდე ეგ ნაჭრიტინა ედი ეს ბიჭია მოდი ბიჭო აი მაგარი ანეკდოტი უნდა გითხრა ქართველი სომეხი და აზერბაიჯანელი ესე იგი კამათობენ ეი ხო ესე იგი კამათობენ ქართველი სომეხი და აზერბაიჯანელი რომელი უბრალოდ მარტივაყარია ახლა კავკასიაში რა ჩვენი ბიჭო რა შვები კაცო რასაკა გავაჩაიგდე ენე რა ჩემი მე რა აი ანეკდოტი არ გინდა მაშინ მომიტანეთ გიტარა და იმას ვიღერებ საგარიშია ერეთიკალი გაჩერდი ბიჭო შეჭველი რასაკა დედა ბიჭო გედევერი ამნაირი უხალისო გასვენება მე არ მინახია ძმა უცხოვრებაში დაბადო სულელია ბიჭო ვიღაცა ვიჭა ვიჭიკია კა შეხედე თუ გეიხსენებ ახლა მე რას გეუბნებოდი შენ ხო გახსოვს რას გავაწლები და კარგად ვიქნებით მე კარგად ვარ ახლა ჩვენ ნახევარი ხო აგვიქცა ბიჭო წლები გევიდა და აზეგია რაღაცა ვერა ვარ ხალო კარგად რატო? რა გჭირს? წრევა გოგო მაღა ოჰ, კაი ერთი. წრევას ისედაც მაღალს ატარებ, ნუ გეშინია, წამოწექი და გაგივლის. რას ვატარებ ხალო მაღალ 240 მაქვს წნევა შეკაიდეთ მამიშ ყויბე უიმე დედა. ეს მე მგონი მართლა ცუდად. დედა რა გავქნა ახლა მე? მაგერ წამოწექი. ელა, ნუ გეშინია დედა რა გავქ. მაცადე? დედა რა ვქნა ახლა მეა? რა უნაქნა ხალო რა ხელი და დარეკე სად დავრეკო? სადარეკო და წყალკანალტრეთში სად უნდა დარეკო ახლა თუ გამეიცნო ბაბა სასწრაფოში დარეკე მე ვიდეთ ბაბაკში მეიცადე დავრეკა. ოი მე 112-ზე უნდა დავრეკო, ხო? ხო 112-ზე და ამას წინ რა უნდა? წინ რა უნდა და ყვავილები და გუბოს თავსახურავი რა უნდა წინ რა დარეკე კალო 112-ზე წევიღე წერილი კაი ახლა კაი გადის გაჩერდი? ხო სასტრაფო დახმარება გჭირდება სასტრაფოდ. კი. აგე რა თავხელიძის ქუჩაზეა. რა? მე-4 სართული არაა მაღალი. წნევაზე მეკითხებით? წნევა 240 აქვს. კი. მალე მოხვალთ ხო? კარგი, გელოდებით. აი მაგისი ნუ გეშინია. არა რო წამოწვე. არ ვინა ხალხი დავაზოლეთ დედა რა გავქნა? ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლე. რაში მეშინია კაცო მოგაკითხავს მიგერ გაბრიელის ამეღვას ვიზაზე რა მოხდა შენ ვიყავ მაგრად შენ რა იყო ყოჩარა
გამოხდა ზოგიერთი სახალხმობაში და მომლდება და ჟობაში არა ცხოვრება გრძელდება. კაი, ნუ მაშინებ რა. იცოდე შენ რო რამე დაგემართოს, მეც შენთან ერთად წამოვა. გაჩერდი ხალხი შენ სადმოდიხარ, მასალი არა შენი არა. რა გამოჩერებს უშენოდ. შენზე 2 წლის უბროსი და მე შენ კიდე კარგად უნდა იყო უბრალოდ ოჯახს მიხედე და ისა. ესავალ ნახავ მებიას ბაბუას მამას. კაი, გეცები, ნუ ლაპარაკობ მაგას თუ არა კეპიცები ყველაფერს შენთან ერთად წამოვალ მეც. შენ ჯერ ადრია თქო და მეცავალ და შენ აგეთ იქნები კარგად და მეცავალ. არა, ერთად შევიდეთ. რა იყო, განუ ესა დედამო იქ მაინც დამახსენე, პატარა ხან არ შეიძლება. ახლა აღარ გაგცნევა. სიუდილსაც რო არ გახსნის, შენცა. გმადლობ. ბიჭია. ხო. შეგადე რა მაგარი რაღაცა მე ვიფიქრე. რამე იგი? ლიმონადის მოჩი აგერ შეგადე, ჩავასხი არაკი. ხო. და რომო, ახლა შალიგია. წევე кайფოთ და უახუხიოთ ერთი ჯიგა ვითომ ლიმონადია. რა წევე кай? შენ შტერი ხო არა? ზაგებება თუ გინდა, მე წევე кайბერა. მე დამალები, მაგრამ შენ შტერი ხო არა ხარ? შენემა. ობიციან. გისმეთ პატივცემულო, აბა რას დალებთ, რას მიირთმევთ? ჯერ ეს გამაგებიეთ, მაგიდაზე სიგარეტით რატო არის ამომწვარი მიშველე? რა არის? იმიტომ რომ ჩვენთან არ ეწევიან პატივცემულო. თგერება. მოკლედ ესე იგი ამას ნორმაში ახლა ყველაფერი ამუშობელს ეს ზაღლი რატო ახლა უხასიათოდ, მაგრამ ამინების ბრალი იქნება ამინების ცვლება და რაღაცა ეს ვინ არის ახლა. დიახ, ვეტერინარული კლინიკა, აუ, აი, თუთიყუში არ ლაპარაკობს. ხო, რაკერით ახლა პატივცემულო მე გეტყვით თქვენ რა. ესე იგი, უნდა დაპატიჟოთ თქვენი ძმაკაცები, ამოვიდნენ თქვენთან, უნდა იქეიფოთ, მერე კარგად რო შეზარხოშდებით, ამოყაროთ ნაშები და თვითონ დაიწყებს თუთიყუში საღამოს ლაპარაკს. არა, გენაცვალე ეს აპრობირებული მეთოდია, არ არსებობს რომ ლაპარაკი არ დაიწყოს და თქვენ ცოლს არ მოუყოს ყველაფერი რაც მოხდება მან. კი ბატონო, ჩემ თავზე გამოცდილი მართალია ცოლი აღარ მყავს მის მერე, მაგრამ გამოცდილი და უტყუარი მეთოდი. ესე იგი თუთიყუში ლაპარაკობს ახლა, ეს ნეტა დავჯდები და მოусმენო ასე იყო. მეტროს გამომცხადებელი არაფერი არა, მაგრამ ენას არ აჩერებს, ენად გაკრებს. დიახ. არაფერს გენაცვალე ისი მადლობა კი ბატონო. კარგად იყავით, უბაზო კონსულტაცია. კარგად ზანდებოდ. დიდავიჯი ხალხს რა პრობლემა აქვს და კაი, ახლა ეს ამას რა უყვა. ბიჭო, რატო ანგრევს ის გოჭი კივილით ყველაფერს მეთხარი 17 რო შემოდი ბედნიერი. გოჭი აიმას ნებს რო დაარჩენ, ცოტა პატარა არის და მოპელება უნდა. გოჭი. სხვანაირად დამოკიდე მოვლა. კაი. ხო, გაზომებდი ახლა. ხო, პაციენტები არიან მოსულები, ეგერ ხალის დაკოდვა უნდათ და ფასი რა უთხრა. მე დაკოდო ჩავლო სტანდარტულად უთხარი კაცო. 100 ლარი თუ წაიღებენ და 70 თუ დატოვებენ დელეგატაცია ხო იცი ახლა მაგიდა. კაი, იმ ბატის რა ქედის ბატი რა შრობს. ბატი ვერ გადავარჩინეთ, ამედან რთული დიაგნოზით იყო. რომი გადაარჩინეს ბატებმა. ერთი ბატი ვერ გადავარჩინეთ ჩვენ. არის შეიძლება მაბატს არაფერი. მაგრამ სეფაშვილი იყო მოსული გედით იმით. რას ლაპარაკობ? ჩემი სეფაშვილი არ ვიყავი ხო? და რა ხდება რაჯი? სხვათაშორის არც მაგას არ აქვს, კაი მდგომარეობა რო იცოდე რა. რას ველაპარაკებ? არ დაამთავრებს, მაგი კარგად გეუნები მეშ. რაღაცა დეპრესიული ქონდა, ვენები ქონდა გადასერილი და ერთი ამბები. გეთმა ხოს ხანაირის ციცის. რა ხნარისერე. გამანემეთავინა. რთული ვეტერინარობა რთული არის ბატონო. რთული როა ეგერჩი ადამიანის ექიმობა შენს. ბიჭო, მაგრამ ერთი პლუსი აქვს რა. ეს ცხოველები, ფრინველები არჩივია. აბა შარი მაგარი.
კაი, მოდი ახლა ჩვენ რა ვქნა თუ იცი. იმაზე რაც გეუბნებოდი კიდე თუ იცი რა მინდა და მე თქვა შენთვის ზიადასოცხენი ყავდა მოყვანილი ხო იცი ეს მოტეხილობის ფეხის ამბავია. არ ყოფილა მე ვიდა მაგის ანალიზის პასუხები არ ყოფილა ფეხის ამბავი და გოუში ახლა უროლოგთან. და გამაიმართა უროლოგთან. გადევიდე ბიჭი გადე. გურუები მე შენს ეს რა პრობლემა აქვს. გავანებე თავი და გავშევ, მიგო. გავშევ, დავახალ. გონდე აიღო. ნოზული. დღეს არაფერი არ დაგეგმოთ. რატო? რატო და იცი როგორ ურჩინა შენ წინაპირაში. ისულა. სვარი უნდა დავკრავ. შეგედაცვალე რა პურბარილიანი ვიცი რა მიყვარს ვიგავარა. შენ ვერთვის ხარ შენ სულ ჭამასმაზე რატო ფიქრობ? ჭამასმაზე რო ხარ გადასული რაკენი ის კათამი თუ გადაარჩინე და მიხედეს. ნოდარიას კათამზე გეუბნე. რა ვქნა ჯიჯიკო ექიმო. მთელი კოლექტივი მაგაზე ვართ მობილიზებული და გადარჩული. ფიქრო 1000 ვარიანტია მაგის გადარჩენა და ზოგი იძახის დუკეთში ხوار გოუშვათო. მე ვიძახი ბაზეში ხوار გოუშვათ თქვა. მოკლედ ამ ჯელობთ ახლა ამ პროცესში ვარ და შედეგი რო იქნება რამე აუცილებლად გეტყვით. მე რა ვქნა კაცო მე მთხარით რაც მონდოია თქვა და მაცალებ მიხედეთ ბიჭო იმას ოდარი პატივსაცემი კაცია და მე თქო ესენი ვინ არიან? ამაზე გამახსენდა და გვერდზე სოფლიდან ცხვარი რო ყავდათ მოყვანილი. რა შევით? მაგუთა მაცხარი. რამე. გული? აი ლომისო. აი და ის ხო გახსოვს ბურვაგი რომ აიყვანეს წუხე 200 კილოიანი დიდი როზდი და რა ვარ მახსოვს ბუჯი რა ბურვაგი შეხედავდი გესწრებოდი. ჩამავდა საოპერაციოში ხელები. აუ ბიჭო რა მითხარი მაგი რა მეწყინა ახლა ბურვაგის ამბავი ბიჭო. რა მეწყინა რა და ისე სხვათა შორის ამ სოფელში მაგი ერთადერთი ბურვაკია თავისი მტილდრომობ. აუ რა მითხარი ბიჭო მაგრამ რა ეშველება ახლა და მიდი ჩაადგი წყალი და მოვაყარე მარილი. მიდი წამოდი ახლა აღარ უნდა კარე ვიცახი საკეთე ხათამია თუ რაც არის. მივხედოთ საქმეს წამოდი. ვაი დედა. აი დედა საფრისასა. კარი ზაღლოდეს ვისი ზაღლი ეს ბიჭო რა დამიგლიჯა ჩარვალი ძლივს ვიყიდე. კარი ზაღლოდი. რაშო მე ვიჯორია. მაგრათა ვარ მაგრა. შეგენაცო ვეღარ გნახულო ბიჭო ისე ხშირად იმიტომ რომ რაც ბავში შემეძინა ახლა ხო? და ვიწყე მუშა. მე იცი სანამ ბავში შეგეძინებოდა მანამდე რა საკეთებდი რა თი იყავ დაგავებული მანამდე სექსით ვიყავი დამყავებული აბა იბოში წეროს კი არ მოუყარია ვარ შეიძლება ბიჭიკია რას ფიქსებდი ახლა თუ იცი მაინტერესა ხო ბავშვობაში ჩვენ რო თამაშობდი და შენ სულ რატო კიოდი ერთი გამაგებ რამე ველოსიპედზე სიდენი არ მქონა და რამე ტრიოდი და ვიყავ ერთ ამბავში ახლა მომზადი გამარჯობა დიდიკო ბატონო ო ვინ მოსულა ჩემი მიღვინი ამოსულა შეგენაცვალე დამზადი დაჯექი შეიძლება ხო იგი როგორ შეიძლება აგას შენახმეთ რა შვები როგორ ახარ რა ვიცი შერავა მე მიყურებ კარგად რომ გლიჯავ ყველაფერს უფ აგას სამსახური იქსახლი არის აგას შენახმე რო ვიცი რომ გლიჯავ ყველაფერს გლიჯავ კი არა შენ ხარ სახალხო მგლეჯელი მე თვითონ მკითხავ სამედი ახლა ვიჯარდენი ხანია უმუშევარი ვარ მე ფაქტიურად საჭმელის ბულმი არა მაგრამ და სასმელის მითობერეს და დამაწყებია მუშაობა რამე შენ როგორ ბედავ რომ მაგას მეუნები ახლა როგორ ბედავ შენ ამდენი ხანი უმუშევარი იყავი და ვერ მოხვედი ჩემთან და ვერ მითხარი რას მელაპარაკე შენ აბა რას ვაკეთებ მაგანა მე სამსახური თუ ვერ გაგიკეთე ერთი ბიჭო რა ისავართ აბა ჩვენ ერთმანეთს ახლობლები და შინაურე შენ აგასენახმე ერთმა შენ აგასენახმე ფეხს ვითრევდი უკან ტოვებდი ფეხს ვაირო
უარი მითხრას ხო უნდა მეზიხარე არა ხარ მოსაკლავი არა ვიცი ბიჭო ახლა 1000 ვინ როგორ გეტყვი ბიჭო მაგაზე უარს მე შენ რანაირად გეტყვი ბიჭო არ გსყვენია რას ვაკეთე ერთმანეთს ვერ დაუდები რა ის სამსახურზეა ლაპარაკი მაგას გაგიკეთებ ზმაო ხვალვე არ არის პრობლემა ამან მიგზნო ამან რო არ მეტყო მომისმინე ახლა შენ ნომერს მივცემ ახლა მე ჩემს დაგირეკავს ხვალ და ზეგიდან უკვე შეუდგები მუშაობას რა ესე იგი ზეგიდან მოვიდეს კი ბატონო ზეგიდან მოხვალ არ არის პრობლემა გეხარე როგორც მე ახლა გამახარე ისე მე თუ შენ ეს ბაგი ვიცხო მე არ ვიყო პიყვინა თრა შეგენ არ გააგზელო ბიჭო არ მინდა მაგის ლაპარაკი მე გეუბნები მე არ ვიყო ზეგიდან ყურადღებით იყავი ტელეფონთან დაგირეკავენ უღრმესი მადლობა აბადრო აგაშეკა მომზადი შეიძლება ჯიჯიგო ბატონო მომზადი ო შემოდი რა შორიდან იზახი მე დამზადი რა შვები აბა რა ვახარ ხო ხარ მაგრამ რამ შეგაწუხა რამ შემაწუხა და ერთი თვის წინ ვიყავი შენთან და მითხარი რომ ცენტრში დაგირეკავენო და მის მერე ტელეფონი არ გამიგდია ხელიდან არც აბანოში არც სექსის დროს სულ ხელში მიჭირავს ტელეფონი არ დუღეგია არავის და მომიშვილე რა ვიცი რას მელაპარაკე რაც სამი დღეში დაგირეკო და ერთი დღე არ დუღეგია მალე გადის უჯენ რომანი რა ნათქვამილოა ზოთია წუთისოფელი ხოდა წუთისოფელი წუთი მამყოფება და რახანი ამ წუთისოფელში მე დამაწყებია მუშაობა რა შეგენაცვალე არ არის პრობლემა არ არის ლაპარაკი ზამენო შენ როგორ გეკადრება კაცო დაგაწყებია მუშაობას კი არა ხვალიდან რო გექნება სამსახური შეგენაცვალე შენ არ არის პრობლემა რა მე ვეძებ ზოგ თანამშრომლებს და შენ მოდი აგერთან ჩემიანი და რაზია ლაპარაკი მუშაობა დაგაწყება მაგას ველოდებოდი მე მაგას ველოდებოდი ახლა ფაქტია წეგან კარდიოგრამ ოთახში შემოსდამდე კარდიოგრამა გადავიღებთ კი აგაბის მაგას შედა მე შენ რო ახლა მე გამახარ შენი ნომერი კი გვაქვს დაგირეკავ ხვალიდან და მომისმინე ზეგიდან უნდა ოღონდ სამსახურში უნდა იარო და გაცენები და ის არის ვივლიგერ არ წავა აქ დავჩები კაცო შემეჭერი და დარაჯიც მე ვიქნები დარაჯობის ხელფასი არ მინდა 8 საათი არის სამუშო მორჩა შენი მრობა და ეს არის სმენი და კეითე გაიხარე შენ შემოგევლე შენ გეიხარე შენ ოჯახში დაგირეკავე ხვალვი არ არის პრობლემა ველოდები ტელეფონი მიდევს ხურზე სკოჩით მაგ ხურზე ტელეფონი არ არის პრობლემა არ არის მახტიკო მომეიწერე დიახ აიღო ვერგევიგე ბიჭო შენ რა იყო შეოჯახაშენებულო მე გადავები თუ რა გინდა ვერგევიგე რას ქვია გეღადა რას ქვია შეგაცო ერთი წელია ტელეფონი არ გამიგდია ხელიდან მიჭირავს სულ ხან აქეთ კაცი დაგაწყებია მუშაობას და ეს არის კაცო დაგირეკავე თქვა ეთყობა დივას გადავა დავხოცავ მაგეს რას ქვია მე მაგეს უთხარი კაცო შენ რო დაგირეკო და მუშაობა და კაცო არ არის პრობლემა რა გინდა ვაი მაგას რას უზა შენები ყურაგე შეთვალწინე გავაძრენ თუ გინდა არ მინდა ახლა მაგი უთხარი იმას რა არ მინდა საერთოდ არ მინდა მოდი გაბიცებ მე ვიდე რა მე ვედი მე მოგიყვი ახლა არ მაცხენი ახლა ლაპარაკე ვიდეო ერთი სამსახური თუ ვერ გაგიკეთე მე შენ აღარ ყოფილა საჭირო არ გვეყანაზე არ არის ძმაო პრობლემა შეიძლება საათმა მოგატყუოს მე არ მოგატყუებ მოვიხსნიან საერთოდ არ მინდა ხვალიდან ხვალ დაგირეკავენ დილას და სამსახურში გამოცხადდები დამირეკავენ უეჭვა აბა რას იზამენ კაცო რას ველაპარაკე ახლავე და ურეკავ მე ბოლოს ჩავთავ მაშინ ტელეფონს კაი არ იქნება პრობლემა ხვალ დამირეკავენ და ჩემი ფეხი აღარ იქნება ზეგიდან იწყებს სამსახური ველოდები ზარს მეტი რა ვქნა მომზადდი? შეიძლება? მომზადდი გისმენ, აბა მოდი შევგიცანი, ერთხელ და ვთქვი. მე ვარ პიყვინა თუთარაშვილის შვილი. რას ველაპარაკები? ვიო, შეგენაცვალე, ვიზია, რა ბიჭი დამდგარ ხარ, შენ და რა ყელაგაზდინ ხარ. შეგენაცვალე, გაიხარე შენი ჭირივე.
რა შვები როგორ ახარ? მე კარგად. კარგად, შეგე მამა სად არის? კაცო, მიყვინა სად არის? არ გამოუვლია, კაი ხანია, დამაგდა თვალში კაცია. დავასაფლავეთ, ცხონებული 3 თვეა უ. რაც მელაპარაკები. რა მითხარი ეს? რა მითხარი? რა გამაცინებს ახლა? აუ, ბიჭო, რა მეწყინა საწყალი, რა მეწყინა. აი, შენ ამ შეგაწუხა, ვიცი რა შეოსაჯირო მითხარი. მე რა ვიცი, ახლა ის მამაჩემის მერე დამაწვა მთელი ოჯახი კისერზე და იქნება რამე სამსახური ხო არ სამსახური? რას ვაკეთებ, ვიცი აბა მე. ბანაკები მეშინაური ხო? ერთი სამსახური ვეღარ უნდა მოგიგვარო, ბიჭო, მე ამ ხელა ის მამარია და მე ხალხი არ არის, ვიცი ელაპარაკი, შენ გენაცვალე. შენი ნომერი დავიტოვე ახლა მე და დაგირეკავენ. ხვალვე არ იქნება პრობლემა. ზეგიდან იწყებ მუშაობას. ვსა დამთავრებულია. გარეთ ახლა ეგრე ჩემი მდივანი როზის უთხარ იმას ტელეფონს და დაგირეკავს ხვალვე. არ არის პრობლემა. შენ გენაცვალე, აბა რას ვაკეთებ იცი? შენი წირილი, აბა. კარგად იყავ? მადლობა. გელოდები ზეგიდან სამსახურში. ჯორი. გაუშკავ, ბიჭო, რა გახარებული ხარ, რა? აუ ბიჭო, მაგარი კბილი ჯაგრისივი. აი, შებუთვაზია სიაწერი. მოსახერხებელია ძნელად ხელმისაწვდომ ადგილებზე. ძნელად მისაწვდომი ადგილები ახლა ტრა გაგმილები თუ რა? აი, შენ